ის, რაზეც ამ გამოშვებაში ვისაუბრებთ, უკვე უბრალოდ ღალატი აღარ არის, ეს შეთქმულებით მცდელობა. დონალდ ტრამპმა შესთავაზა სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინს, რომ აშშ-ში ჩინეთი და რუსეთი ერთად თანამშრომლობდნენ. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მაგალითად გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის, ამასთან ერთად ევროპაში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ. და როცა ამ ორ მოვლენას უყურებ, სურათი გამანადგურებელია ნებისმიერი იმედისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ოდესმე აგებს პასუხს ამ ომზე. და თუ ის მართლაც არ აგებს პასუხს, მას ამაში აშკარად დაეხმარება დონალდ ტრამპი, რომელმაც სხვათა შორის დღეს უკვე მესამედ გაახანგრძლივა დროებითი სანქციების მოხსნა რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. და აქვე მაშინოდ ახსენდება მისი სიტყვები მარტში, როცა მან თქვა, რომ ეს დროებითია. სავარაუდოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მუდმივი გახდება, რადგან არავინაც კი გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ დასაწყისში გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და ალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და სანამ დავითხრეთ ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოითხოვო, რადგან ეს გამოშვება გამოდის Preply პლატფორმის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ რეპეტიტორების პლატფორმა უცხო ენებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაში სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს ან საერთოდ ნებისმიერ ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა აქვთ 50%-იანი ფასდაკლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბული, რომელზე გადასვლითაც თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას YouTube არხის ალექსეი პეჩიისგან. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მაშასე თავიდან უბრალოდ მოვიყვანთ ორი საკვანძო მოვლენას გასული კვირიდან, რომლებიც უბრალოდ შოკის მომგვრელია. გარდა ყველა ყურადღებას ამახვილებ ჯერ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე, შემდეგ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ომზე და ასე შემდეგ. მაგრამ უკრაინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 15 მაისს ევროპის საბჭომ მისცა ხმა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამო უკრაინის წინააღმდეგ. მსოფლიოს 37 სახელმწიფო ამტკიცებს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრე სიბიგა ამას უწოდებს დაუბრუნებლობის წერტილს და ადარებს ნიურნბერგის ტრიბუნალს 80 წლის წინ. ნიდერლანდებმა უკვე დათანხმდნენ ვლადიმირ პუტინსა და ყველა გაველურებულ რუსზე ტრიბუნალის პირველი ეტაპის ჰააგაში ჩატარებას. ევროკავშირმა უკვე გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ამ ტრიბუნალის ფუნქციონირებისთვის. და ზუსტად 3 დღის შემდეგ ამ მოვლენიდან 18 მაისს ფინანსთა სამინისტროს მდივანი აშშ-ს სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი მესამედ ახანგრძლივებს დროებით სანქციულ გამონაკლისს რუსეთის ნავთობისთვის. კიდევ 30 წრით. მილიარდობით დოლარი ახლა რუსეთის ბიუჯეტში შევა, სანამ ომი გრძელდება. თუ ვერ მიხვდით, დიახ, შეერთებული შტატები იმდენად წარმატებით ებრძვის ირანს, რომ უკვე მესამედ ცდილობს ნავთობის ფასების გადარჩენას სანქციების მოხსნით. რუსეთის წინააღმდეგ სპოილერი. ეს არ ეხმარება. მაგრამ ის რაც ამ ორ მოვლენას შორის მოხდა, კიდევ უფრო საინტერესოა და კიდევ უფრო საშიშია. Financial Times აქვეყნებს მასალას პეკინში მოლაპარაკებებზე ინფორმირებული წყაროების საფუძველზე. დონალდ ტრამპმა სი ძინპინს შესთავაზა პუტინთან ერთად გაერთიანებულიყვნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ. ტრამპის ჩანაფიქრით სამი ქვეყანა, აშშ, ჩინეთი და რუსეთი უნდა გამოვიდნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, სამი ქვეყანა, ეს თითქოს სხვადასხვა ამბავია, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ისტორია. და ამ ისტორიას ასე ეწოდება. სანამ ევროპა ცდილობს პუტინის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, დონალდ ტრამპი მასთან ერთად აღალიბებს კოალიციას ამ პასუხისგებობის წინააღმდეგ და პარალელურად ხსნის სანქციებს, რომლებიც უნდა წაერთმია მისთვის ომის დაფინანსების საშუალება. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. დავიწყოთ ტრიბუნალით. 15 მაისს კიშინიევში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სამი კონტინენტის 37-მა სახელმწიფომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაწყების შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ეს ტრიბუნალი აპირებს პასუხისგებაში მისცეს მინიმუმ 20 რუსი ჩინოვნიკი, თუმცა მათი სახელები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მათ შორის იქნება ვლადიმირ პუტინი. ნიდერლანდებმა დათანხმდნენ ტრიბუნალის მუშაობის პირველ ეტაპს ჰააგაში უმასპინძლო. ეს მართლაც მშვენიერი ისტორიული პარალელია. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს ტრიბუნალი განსხვავდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან, რომელმაც უკვე გასცა პუტინის დაპატიმრების ორდერი. სხვაობა დანაშაულის შემადგენლობაშია. საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, ანუ MSSM,
2023 წელს გასცა პუტინის დაპატიმრების ორდერი კონკრეტული ომის დანაშაულების გამო. ეს არის უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია და გადაადგილება. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის იგივე რაც ომის დაწყებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ფორმალური მიზეზების გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ახლა არ შეუძლია პუტინის პასუხისმგებლობის დაკისრება. აფრთხა გაურეცხავი რუსების პასუხისმგებლობის დაკისრება უშუალოდ უკრაინაში შეჭრისთვის. სწორედ ამისთვის იქნება ეს სპეციალური ტრიბუნალი. საკითხი იმაშია, რომ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებშიც შეიძლება დაადანაშაულოს თითქოს ნებისმიერი ომის რიგითი მონაწილე, თანაც ორივე მხრიდან. აგრესიის დანაშაული შეიძლება წაუყენო მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმის შესახებ. ანუ ეს პირდაპირ პუტინის წინააღმდეგა. პატრუშევი, შოიგუ და ყველა დანარჩენი, ლავროვი, პესკოვი, მაშა ზახაროვა და ყველა ვინც მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში. ფაქტობრივად ეს არის პირადი პასუხისმგებლობა ომის დაწყების გადაწყვეტილებაზე. მაგრამ აქ იწყება მთავარი ღალატი. არა რუსეთის მხრიდან, მისგან სხვა არაფერს ელოდნენ, ვაშინგტონის მხრიდან. Financial Times წერს, რომ დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სამიტის დროს შესთავაზა შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რუსეთს შეექმნათ კოალიცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ. ანუ იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც უნდა ყოფილიყო საერთაშორისო მართლმსაჯულების სიმბოლო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. მაშინვე აღნიშნავ, რატომ ზუს ტრამპს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რადგან ეს სრულიად ცალკე ისტორია. გასულ წელს ტრამპმა დააწესა ფინანსური და სავიზო სანქციები თავად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე, იმის გამო, რომ სასამართლო აკრიტიკებდა და დევნიდა აშშ-ს და ისრაელის მოქალაქეებს. თეთრ სახში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციტატა, სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე, რადგან არც ერთი ეს ქვეყანა რომის სტატუტის მონაწილე არ არის. იმიტომ, რომ არც ერთი ეს ქვეყანა რომის სტატუტის მონაწილე არ არის. ანუ ტრამპმა საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო იმის გამო, რომ ის მას არ აწყობდა. ახლა კი სთავაზობს ჩინეთსა და რუსეთს გაერთიანებას, რათა ეს სასამართლო საბოლოოდ გაანადგურა. ეხლა კი დარწმუნებული ვარ, ისრაელელები იტყვიან, რომ თითქოს ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგაც ამავე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ორდერი ხაზაში ჩადენილი დანაშაულებისთვის და ისინი ვითომ არალეგალურია. მათთვის ეს ორდერი აშკარად არალეგალურია. მაგრამ როგორია, როცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ თქვენი დავცველები იქნებიან ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინოვნიკები დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად. აი ამაზე დაფიქრდით. ეხლა კი ამ ისტორიის მესამე ნაწილი, ფული. იმიტომ რომ როგორც მიხვდებით, ფულის გარეშე ტრიბუნალისა და სამართლის მთელი ისტორია ლამაზ რიტორიკად იქცევა. 18 მაისს, ზუსტად 3 დღის შემდეგ, ევროპაში ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონტი აცხადებს, ციტატა. აშშ-ის ხაზინა გასცემს დროებით 30 დღიან გენერალურ ლიცენზიას. რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს დროებით მიეცეთ ცდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია. ეს გაფართოება უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და ჩვენ ვიმუშავებთ ამ ქვეყნებთან სპეციალურ ლიცენზიების გაცემაზე საჭიროების მიხედვით. ეს გენერალური ლიცენზია დაეხმარება ნავთობის ფიზიკური ბაზრის სტაბილიზაციას და ნავთობით უზრუნველყოფს ენერგეტიკულად ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს. თითქოს ალტრუისტები არიან და ეხმარებიან დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებს. იცით ვინ არიან დღეს რუსული ნავთობის მთავარი მყიდველები? ჩინეთი, ინდოეთი, აზიის ქვეყნები. აი ამ ქვეყნებს ბესონტი ყველაზე მოწყვლად ერებს უწოდებს. უბრალოდ აშკარა ფარისეულობა. რა თქმა უნდა, ლამაზად ჟღერს, მაგრამ სკოტ ბესონტი აუწყლება დაამატოს, რომ ნატობის ფასებთან დაკავშირებული პრობლემების ძირი თემ მსოფლიოში მოწყვლადი ერებისთვის დონალდ ტრამპის ირანის წინააღმდეგ პოლიტიკა. დროებით კი დონალდი რუსეთის მიმართ სერიოზულად შეცდა ნავთობი, რომელიც ომში უკრაინის წინააღმდეგ თავის ხვრელებს ფარავს. ეს სწორედ იმის გამოა, რომ მას არ შეუძლია ირანში ომთან გამკლავება. ამიტომაც ახლა ესეთი ფასები ნავთობზე მთელ მსოფლიოში. და ხას უსვამ, ეს უკვე ზედიზედ მესამედაა სკოტ, როცა ბესონტი აცხადებს, რომ ეს დროებითია. და ეს იგივე სკოტ ბესონტი მარტში, როცა პირველად გასცემდა ამ ლიცენზიებს, ამბობდა, მოусმინეთ, არა, ეს დროებითია. ეს 30 დღითაა, საერთოდ არავითარ შემთხვევაში არ გავახანგრძლივებთ. და ამბობს, რუსეთი გენერალურ ლიცენზიას საერთოდ ვერ მიიღებს. თქვენ, რათა უზრუნველყოთ ყველაზე მოწყვლადი ნავთობი. გახსენებთ, რომ პირველი გახანგრძლივება იყო 12 მარტს. მეორე გაახანგრძლივეს აპრილში 16 მაისამდე და მესამე უკვე გამოცხადდა 18 მაისს. ეს არის ასეთი დროებითი გახანგრძლივება სანქციების მოხსნის. სამაგიეროდ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მონაცემებით, სანქციური გამონაკლისი, ზუსტად ციტატა, ხაზინამ უკვე დროებითი გენერალურ ლიცენზია მისცა რუსეთს, რათა უზრუნველყოს მოწყვლად. Решением санкционное исключение,
დრეში მდებარეობს. ამასთან სანქციების მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ ზღვაა. პოპულარობით თარგებლობს ინდოეთში, ინდონეზიასა და სხვა აზიის ქვეყნებში, რომლებმაც მაისი დაკარგეს. ზუსტად რამდენიმე დრის შემდეგ ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონტი აცხადებს, ციტატა, ხაზინა გასცემს, რათა უზრუნველყოს ყველაზე მოთხულადი. კარო თავად ითხოვდა ამავე ქვეყნებისგან შეეწყვიტათ რუსეთის ნავთობის შეძენა. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთხელ უსომხას უბრალოდ დამარცხდა ირანთან ომში. და წინასწარ გეტყვით, ამას შემდეგ გამოშვებაში უფრო დეტალურად განვიხილავთ. დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ თითქოს ის უკვე დღეს 19 მაისს აპირებდა ფინანსური ტრიბუნალის სპარსეთის სკოტ ბესონში წასასვლას, მაგრამ მას გადააფიქრებინეს არ მოჩნდა, რომ იქ საერთოდ არავის ესმოდა რაზე იყო საუბარი. ციტატა. ტრამპი უკვე ამბობს, თუ რამეა ვუტევთ პარასკევს. აი 20 მაისს მაშინ უკვე ვუტევთ. აი დღეს ეს ქონდა გეგმაში. იგი გასცემს დროებით დღიურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოთხოვაც დროებით მიაწოდოს რუსული ნავთობი, რომელიც ზღვაშია. ზუსტად 3 ტრიბუნალის შემდეგ პარასკევს უტევთ. და კიდევ ტრამპმა განაცხადა, რომ მაშინ არაპოპულარული ომი ირანის წინააღმდეგ მალე პოპულარული გახდება. ამბობს, ამერიკელები იდიოტები არიან. ისინი უბრალოდ ამბობენ, რისთვისაც ეს ყველაფერი ხდება. თელი ციტატა. ომი და ხაზინა უნდა იყოს პოპულარული. ამბობს, რათა ყველაზე მეტად ნახეთ თქვენ კიდე მადლობას გადამიხდით დროებითი ნავთობისთვის, რომელიც თქვენი აზრი, თქვენი დაშქმები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხეთ-არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცლეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დონატის საშუალებით. ევროპაში სკოტ ბესონტი აცხადებს, ციტატა: ხაზინა დღიურ ლიცენზიას გასცემს, რათა ყველაზე მოწყვლადი რუსული ნავთობისთვის მდებარეობს ზღვა.